მოგესალმებით, მე ვარ იანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტ ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: ნიჭი მყუდროებაში მწიფდება, ხასიათი კი სამყაროს მორევში ყალიბდება. ციტატის ავტორია მე-18-მე-19 საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები გერმანელი მწერალი იოჰან ვოლფგანგ გოეთე. გოეთეს ციტატა გვეუბნება: თუ გინდა გაარკვიო რა შეგიძლია, ანუ შენი შესაძლებლობების ზღვარი სად გადის, მყუდროება გჭირდება და თუ გინდა გაარკვიო სინამდვილეში ვინ ხარ და რამდენად გამოიყენებ იმას, რაც შეგიძლია, სამყაროს მორევში უნდა გადაეშვაო. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ ნიჭი ხასიათის გარეშე უმწეო, ხოლო ხასიათი ნიჭის გარეშე ზედაპირულია, ერთგვარად ბრმაა. არი ფიქრობთ, რომ საქმე გამომელია და რაც განყენებულ თემებზე ვლაპარაკობ. დღევანდელი ციტატა პირდაპირ მიგვანიშნებს წინ რატომ ვერ მივდივართ. პიროვნებას ეხება ეს გაფრთხილება თუ ქვეყანას, არ აქვს მნიშვნელობა. სანამ თხრობას გავაგრძელებ, მინდა შეგახსენოთ, რომ გამოიწეროთ ციტატა და შემომიერთდეთ აქ ამ პლატფორმაზე. დღევანდელი ციტატის კონტექსტში პირველ რიგში შოთა რუსთაველის პოემა მინდა გავიხსენო, თანაც ის ეპიზოდი, რომელზეც ვეფხისტყაოსნის პოდკასტში ყურადღება არ გამიმახვილებია. ვიცით, რომ ტარიელი დევების გამოქვაბულში ცხოვრობს და იქ სიმყუდროვეში ცდილობს, ასე თქვა, თავის ნიჭი მოამწიფოს, ანუ თავის თავს ჩაუღრმავდეს და ამითი ღმერთთან ახლოს მივიდეს. და ავთანდილი არის არაბეთის პასპეტი, მეფის სასახლეში ერთ-ერთი ყველაზე მეტად მიღებული ადამიანი, მამაცი, ყოჩაღი, გონიერი, წინაპართა სიბრძნის ძალიან კარგი მცოდნე. და სანამ ავთანდილი ტარიელს გაიცნობს, მანამდე ხდება ერთი მნიშვნელოვანი რამ. ასმათი, რომელიც ტარიელისთან სტანდარეჯანის მეგობარია და ტარიელთან ერთად ცხოვრობს გამოქვაბულში, ავთანდილს გადამალავს გამოქვაბულის სიღრმეში, რომ ტარიელი მასთან შესახვედრად მოამზადოს. და აი გამოქვაბულს, რომელიც არის სრული მყუდროების და ნიჭის მომწიფების ადგილი, თურმე აქვს სარკმელი. და აი ზის გამოქვაბულში ავთანდილი და სარკმლიდან ხედავს, როგორ ხვდება ასმათი ტარიელს. ეს სარკმელი, საიდანაც ავთანდილი ტარიელს უყურებს, ვეფხისტყაოსანში ორჯერ არის ამ ეპიზოდში ნახსენები და აი რას წერს ერთ ეპიზოდში შოთა რუსთაველი: ავთანდილ სარკმლით უჭვრეტ და ჭვრეტითა იდუმალითა. წიგნში მსოფლიოს ხალხთა მითები ძალიან დაწვრილებით არის ახსნილი ფანჯრის და სარკმლის მნიშვნელობა, მითოპოეტური დანიშნულება ამ სიტყვის. და ეხლა ვრცელი განმარტებით თავს არ შეგაწყეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ იმას გეტყვით, რომ სარკმელი ერთმანეთთან აკავშირებს გარეგან სივრცეს და შინაგან სივრცეს. და აი ამ გარე და შიდა სივრცეებს შორის კავშირს ამყარებს. ამისთვის არის სარკმელი, ეს არის მისი ერთადერთი დანიშნულება. მაგრამ რამდენადაც სარკმლიდან ადამიანს შეუძლია, რომ სივრცის მხოლოდ პატარა ნაწილი დაინახოს, აი სწორედ ამდენადვე მცირე რამ შეუძლია ავთანდილს, რომ დაინახოს და გაიაზროს, გაიზიაროს იმისგან, იმ დიდი ცოდნისგან, რაც აქვს ტარიელს. და ანუ სოფლის მორევში გამოწვრთობილი ავთანდილი მხოლოდ მცირედს ხედავს და იზიარებს იმ ცოდნის, რაც აი გამოქვაბულში მყუდროებაში მოპოვებული აქვს ტარიელს. მოპოვებული და მომწიფებული. აი ეს იცით რას გავს? სახლის ჭუჭრუტანიდან რო გაიხედოთ, აი კარზე რო ჭუჭრუტანაა და კიბის უჯრედს რომ დაინახავთ, აი კიბის უჯრედით რამდენადაც შეგიძლიათ, რომ მთელი გარე სამყარო აღიქვათ, ზუსტად ასევე შეუძლია ავთანდილს, რომ აღიქვას ტარიელის ცოდნა სრულად. ანუ შეუძლია ძალიან მცირე ნაწილი აღიქვას მხოლოდ ტარიელის ცოდნის. და სწორედ ვეფხისტყაოსანი არის იმის იდეალური მხატვრული მაგალითი, რომ ტარიელის ნიჭი არის
უმწეო ხასიათის გარეშე და ავთანდილის ხასიათი არის ძალიან ზედაპირული აი ამ მომწიფებული ნიჭის გარეშე. და სანამ მომწიფებული ნიჭი და გამოწვრთობილი ხასიათი არ შეერთდება, მანამ ნესტანი თავს ვერ დააღწევს ქაჯეთის ციხეს. ვიდრე ჩვენს დროს დაუბრუნდები, ორი სიტყვით ვიტყვი, რომ თვითონ გოეთეც იყო მომწიფებული ნიჭის და გამოწვრთობილი ხასიათის მატარებელი ადამიანი, მაგალითი იყო ესეთი ადამიანის. მისი შემოქმედების შესახებ კი ვიცით და ხა იმასაც გეტყვით, რომ გოეთე დათანხმდა, რომ ვაიმარის საჰერცოგოს პირველი მინისტრი ყოფილიყო და 10 წლის განმავლობაში ყველაზე რთულ დარგებს განაგებდა. გოეთეს მომწიფებული ნიჭი მის შემოქმედებაში გამოჩნდა და მისი გამოწვრთობილი ხასიათი მის მართვის უნარში. ახლა დაუბრუნდეთ ჩვენ დროს და ჩვენს ცხოვრებას. თავის დროზე გოეთის ეს ციტატის ის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ ნიჭი მყუდროებაში უნდა მომწიფდეს, ასე განმარტა მსახიობმა გოგა პიპინაშვილმა. დღესო ამ ციტატაში ერთ სიტყვა შევცვლიდიო, ვიტყოდი, რომ ნიჭი მოქმედებაში უნდა მომწიფდეს, იმიტომ რომ ჩემი გადასახედიდან მყუდროების დრო არა გვაქვს, მოქმედების დრო გვაქვს 21 საუკუნეშიო და როგორი ნიშანდობლივი ჩანაცვლებაა, რომ დღეს არა გვაქვს მყუდროების დრო და ამიტომ ნიჭიც და ხასიათიც უნდა მომწიფდეს მოქმედებაში. მაგრამ მოქმედებაში მომწიფებულ ნიჭთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი წარმოდგენა და მგონია, რომ ის რაც სიმყუდროვეში უნდა მომწიფდეს, მაგრამ სიმყუდროვე არა აქ ვერ პოულობს ამ სიმყუდროვეს და ამიტომ მოქმედებაში მწიფდება, სინამდვილეში ვერანაირად ვერ დამწიფდება, დარჩება მკვახე, დარჩება ზედაპირზე ეს ნიჭი და ამის დასტური ჩემთვის არის თანამედროვე საქართველოს ისტორია. ეხლა გიხსნით რატომ, მაგრამ მანამდე მინდა რომ შეგახსენოთ რა მითხრა ქალბატონმა ლანა ღოღობერიძემ, როდესაც სწორედ საქართველოს ბოლო 10 წლეულებზე ვსაუბრობდით. ციტატა: სამწუხაროდ არ გვახასიათებს პრობლემებში ღრმად ჩახედვა და ჩაფიქრება. ერს ეს გენეტიკურად არ მოგვდგამს, რამდენადაც მოგვდგამს არტისტულობა, ემოციურობა, სამყაროს შემოქმედებითა და აღქმა, იმდენად ნაკლებად გვაქვს ანალიზის უნარი. ერთ დღეს დავფიქრდებით, მეორე დღეს ის ნაფიქრი გვავიწყდება. ციტატის დასასრული. ამ სიტყვების დასტურად მინდა შეგახსენოთ, რომ 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯუმბერ პატიაშვილმა 414.303 ხმა მიიღო. და ესე იგი რა გამოდის, რომ 9 მილიონი ადამიანი, თითქმის 9 მილიონი ადამიანი მზად იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება ისევ გადაებარებინა ჯუმბერ პატიაშვილისთვის. არადა 1999 წლის 9 აპრილიდან სულ 6 წელი იყო გასული. და რატომ იყო ეს ხალხი მზად, რომ ისევ ჯუმბერ პატიაშვილი აირჩია საქართველოს პრეზიდენტად? არ იცოდნენ რა მოხდა 1999 წლის 9 აპრილს? თუ არ იცოდნენ ჯუმბერ პატიაშვილი იმ პერიოდში რას აკეთებდა და რას საქმიანობდა, რა თქმა უნდა იცოდნენ, მაგრამ აი ამ მოუმწიფებელი ფიქრებით როგორც ჩანს მოვლენებს შორის კავშირის დამყარება გაუჭირდათ. არ ვიცი სხვა რა ვიფიქრო და როგორ ავხსნა და კაცმა რო თქვას, ფიქრები როდისღა უნდა მოემწიფებინათ, როდესაც მთელი ამ 6 წლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ წაგებული ომები დავაგროვეთ. ურთულესი პერიოდი იყო საქართველოს ისტორიაში. ხო და როცა ნიჭი მწიფდება მოქმედებაში, იმიტომ რომ მყუდროებისთვის, გააზრებისთვის, დასკვნების გაკეთებისთვის არ რჩება დრო, ვიღებთ იმას, რაც მივიღეთ თანამედროვე საქართველოს სახით, როგორც პროდუქტი. ქართულ რეალობაში ჩვენ გვყავდა ის ადამიანები, რომლებმაც ნიჭის მომწიფებას და ხასიათის გამობრძმედაც შეძლეს მართლა უმაღლეს დონეზე. და პირველი მათ შორის მე მახსენდება ყოველთვის გრიგოლ ხანძთელი, სულიერებით სავსე და ამავდროულად არაჩვეულებრივი მმართველი და ორგანიზატორი.
სანამ დავით აღმაშენებელი საქართველოს გაერთიანებდა, გრიგოლ ხანძთმა მე-9 საუკუნეში გააერთიანა საქართველო იმ ეკლესია-მონასტრებით, რომლებიც ააგეს მან და მისმა მოსწავლეებმა და იმ წირვა-ლოცვით, რომლებიც აი ამ მონასტრებში აღევლინებოდა. ვერც დავით აღმაშენებელზე იტყვის ვინმე, რომ ან სამყაროს მორევში ხასიათის გამობრძმე და აკლდა როგორც მეფეს და ან ნიჭის მომწიფება აკლდა როგორც გალობანი სინანულისანის ავტორს. ჩემთვის თორნიკე ერისთავიც იმის ნიმუში არის, როგორ შეიძლება ადამიანში გაერთიანდეს ერთი მხრივ მომწიფებული ნიჭი და მეორე მხრივ გამობრძმედილი ხასიათი. ასე მგონია, საბჭოთა პერიოდმა ის ზიანიც მოგვაყენა, რომ ადამიანები მკაფიოდ გამიჯნა. ვინც ნიჭის სიმწიფე აირჩია, მათ ცხოვრება გაუმწარა. კი, იყვნენ მყუდროებაში, მაგრამ ნამდვილად ძალიან მძიმე იყო მათი ცხოვრება და ზოგჯერ მათი დასასრულიც, აღსასრულიც. ხოლო ვინც აირჩია, რომ აი ამ ცხოვრების მორევს მორგებოდა, მათ სულიერება ფაქტობრივად მთლიანად გამოაცალა. დღეს მგონი მივედით იმ უკიდურესობამდე, რომ ერთმანეთში აირია ნიჭის და ხასიათის უმწიფრობა და ქვეყანა რო წინ წავიდეს, ყველა წინა ხელისუფლების ალტერნატივა გვჭირდება, რაღაცა სხვა, რაც ჯერ აქამდე დამოუკიდებლობის პერიოდში არ გვქონია. მე მგონია, რომ ხელისუფლებაში გვჭირდება ის ადამიანები, რომლებსაც საქართველო უყვართ საკუთარ თავზე მეტად. სწორედ ეს უნდა გამოვლინდეს იმაში, რომ ამ ხალხში ანგარება არ უნდა იყოს და უნდა ჩანდეს ნიჭის სიმწიფე. მე არ ვიცნობ ესეთ ადამიანებს და არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ეს უმწიფარი ნიჭი და ანგარებიანი სურვილები რას აკეთებს, ამას ძალიან კარგად ვხედავთ ყველა, ვინც პროცესებს თვალს ვადევნებთ, მაგრამ მსოფლიოს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ გვჭირდება სწორედ ის ადამიანები, რომლებიც სანამ ხელისუფლების სათავეში მოვლენ, თავის ნიჭს მყუდროებაში მოამწიფებენ და აი ამ მწიფე ნიჭით მიხვდებიან, როგორ უნდა მართონ ქვეყანა. ეს ჯერ ჩვენ არ გქონია ეს გამოცდილება და ალბათ ეს არის ნამდვილად ის, რაც გვჭირდება. დღეს ამით დავასრულებ გადაცემას და ხვალამდე დაგემშვიდობებით, კიდევ გთხოვთ გამოიწეროთ ციტატა და ცირედით მაინც დავეხმაროთ ერთმანეთს, მე გიზიარებთ ჩემს შრომას და თქვენ ძალიან მადლობელი ვიქნები თუ საპასუხოდ შემომიერთდებით აქ ამ პლატფორმაზე. დიდი მადლობა ყველას, ვინც უკვე ჩემთან ერთად ხართ.